საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში არაფერი საგანგაშო არ არის. მისივე განცხადებით ტაბულას ამ კითხვის დასმა დავალებული აქვს. თქვენ ესე იგი დავალება გაქვთ. არავითარი დეპარტამენტის განცხადება იქ საგანგაშო არაფერი არ არის. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მაქსიმალურად გამჭვირვალე ვართ. ძალიან ვთქვით, რომ ნუ ახდენთ ამ თემის სპეკულირებას. თქვენ ახლა ძალიან ნერვიულობთ, რომ არ მოხდა ამ თემის, ასე ვთქვათ, მნიშვნელობის მინიჭება ამ თემაზე, თქვენ დაგავალეს ბოკერიამ და ჩერგულეიშვილმა, მაგრამ არაფერი არ მოხდება მაგით. არაფერი არ იცვლება. სახელმწიფო დეპარტამენტი. თქვენ არ გავჩეკით თქვენ. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდიც გამოეხმაურა. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი. განცხადება თავად მეტყველებს. მოვუწოდებ ყველას ნახოთ. მინდა ვთქვა, რომ ამერიკა არის საქართველოს მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი. ეს ჩანს მაგალითად იმ ფაქტში, რომ სახელმწიფო მდივანმა კერიმ დაპატიჟა მაია ფანჯიკიძე, რათა 19 სექტემბერს მონაწილეობა მიიღოს გაეროს უშიშროების საბჭოს განხილვაში ერახთან დაკავშირებით. ასევე ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები თეთრ სახლში არიან მიწვეული. 26 სექტემბერს გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების სამიტზე. ჩვენ საქართველოს მომავალზე ორიენტირებული დღის წესრიგი გვაქვს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა დავით ნარმანიამაც. მისი თქმით, ქვეყანაში არანაირი პოლიტიკური დევნა არ არსებობს. არანაირი პოლიტიკური დევნა ქვეყანაში არ არსებობს. ქვეყანაში არის სამართლის და კანონის უზენაესობა, საიდან გამომდინარეც სამართალდამცავი ორგანოები იღებენ იმ გადაწყვეტილებას, რაც მათ მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე უნდა მიიღონ. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე კომენტარები გაკეთდა საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობაშიც. მე მიმაჩნია, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები არიან აბსოლუტურად დამოუკიდებლები. თუ ვინმეს ამასთან დაკავშირებით კითხვა აქვს, მით უმეტეს ისეთ მნიშვნელოვან და ძალიან ჩვენთვის ანგარიშგასაწევ სტრუქტურებს, რომელზეც არის საუბარი, მე კიდევ ერთხელ ვთხოვდი, არაერთხელ მithქვავს, ჩამობძანდნენ, გამოაგზავნონ თავიანთი წარმომადგენლები, ყველა კარი მათთვის იქნება ღია და ადგილზე ნახონ, არის თუ არა სამართალდამღვრები რეალურად. ასეთი რეაქცია ნიშნავს, რომ ეს გზავნილი ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორისაგან არის პრაქტიკულად იგნორირებული და აქედან გამომდინარე სწორედ ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა, თუ კი ამერიკის შეერთებული შტატები შეასუსტებს თავის მხარდაჭერას საქართველოსადმი ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიც არის თავდაცვითი შეიარაღების მოწოდება, როგორიც არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციის წარმომადგენელთა მიმართ წარმოებული გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი ბრალდებების გამო. დეპარტამენტმა სპეციალური განცხადება რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. ჩვენ გვაშფოთებს ოპოზიციის წარმომადგენელთა მიმართ წარმოებული გამოძიებები და სისხლის სამართლებრივი ბრალდებები, ასევე ის რისკები, რასაც პოლიტიკური დევნა შეუქმნის საქართველოს დემოკრატიას. ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერას, რაც უნდა მოიცავდეს პოლიტიკური პლურალიზმისა და ღია დებატის პატივისცემას, წერია განცხადებაში.